მოგესალმებით მეგობრებო, ყველას დღეს ვითამაშებ PES 2021 წლის თამაშს. ყველას ძალიან დიდი მადლობა 11 subscribe-ისთვის. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, მიყვარხართ, ურში ხართ ჩემთვის და მოდით დავიწყოთ უკვე თამაში. მეგობრებო, უკვე დავიწყოთ თამაში. შემადგენლობასაც გეტყვით ერთდაგიანი კარში პიკე და ლენჯედი 13 ჟორდი ალბათ დაცვაში, სერხიო ბუსკეტსი, ტრაკიტიჩი, დე იონგი ნახევარდაცვაში, მესი, ანსუ ფატი და გრიზმანი თავდასხმაში. მოდი უკვე დავიწყოთ თამაში. იმას შემადგენლობასაც გეტყვით: დონარუმა კარში, მოსაჩიო, რომაგნოლი, კონტი, როდრიგეზი, ბენაზერი, ბენავენტურა, ესი, ებიჩი, ჩარხანოღლუ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ყველა მაგადის ზლატან იბრაჰიმოვიჩი თამაშობდა მილანში, მოდიში მილანში თამაშობდა და მოვიწყდა უცებ და აქ დაიწყო უკვე თამაში. 9 გრადუსია და ძალიან ცუდი. PES 2020 რო ახატია იმას ვაწყება არ მიაქციეთ, მაგრამ ლიცენზირებული არ არის, რა თქმა უნდა. ეს გამოვტოვოთ, პლეიერზე ვთამაშობ, რა თქმა უნდა, ამ თამაშს და ბეგინერზე მოსაწყენია ეს თამაში. ახლა ეგრევე დავყარგეთ ბურთი და ჩარხანოღლუ მიდის, მაგრამ მესიმ წაართვა ეს ბურთი. მესი რა კარგია! მესი მიდი ბიჭო! არა, მესი მიგრე მიასტარი არა. რომაგნოლი გაასტრო. მესი რა კარგად წავიდა საღოლს. რა აქვე 13 თუ არ თნევს, მაგრამ გადავიდა ბურთი უკვე. პასი მოდი რაკეტიჩი. პასი ვიზე მესიზე და ყოველთვის ოფსაიდში რატოა ეს ლიონელ მესი? აი მეგობრებო, წუვის არ არის გასული რომ მესი ოფსაიდში რო არ იყოს. აი ერთხელ ვიდეოს ვიღებდი და არ გამომივიდა ეს ვიდეო იმის გამო. ყოველთვის პასაც არ უნდა მივცემდი, ყველგან ოფსაიდ მდგომარეობაში იყო. არ ვიცი. ეს ზალით აკეთებს თუ რას არ ვიცი. გაკეთებული ეს თამაშია, გაკეთეთ, მაგრამ რატო დაამატეს მესი ყოველთვის ოფსაიდში რო რამე მოდა თუ რა ხდება? მესი აქვე კიდე. ვიდე ვერ წაართვა სამწუხაროდ აქვე იბრაჰიმოვიჩი ხდება, იბრაჰიმოვიჩ ხდება ბურთი და სამწუხაროდ გადავიდა ბურთი. ჩვენი იქნება. ერთდაგიანი. რაბი პიკეს პასი. მესი, კარგი ბიჭო, კარგი რა. ოპა კიდე მიიღეს ბურთს მილანი. პასი ისე ვაზეს როდრიგეზის პასი კესირზე, კესირის პასი იბრაჰიმოვიჩის მიმართულებით ვერ გააკეთა, გაიწია, მაგრამ სხვა მიიღო ბურთი. მოგვე რაკიტიჩი. ოპა. იდ პასი ბიჭო, კარგი რა მესი რა. ყოველთვის ჯახების ხვას. დავაცემეთ, მაგრამ ჯარი მართათო ძალიან კარგი. მოაქვე სიტუაციაში არიან იბრაჰიმოვიჩ რა პასი მიცა და სამწუხაროდ გამიტანეს. ვინ გაიტანა? გულისატორია ბონავტერულა. აი განმეორებით აკავდა ნახე. აი აქ გრიზმანის არ უნდა გრიზმანის არ უნდა ჩამესრიალებინა. გრიზმანს მოხდა და მეკარე ამ ბურთს მიიღებდა, მაგრამ 9-იანში არ მიდიოდა ეს ბურთი. ნახეთ, აქ დააკვირდით. აი პიკეს ხდება ნახევრად და იმის გამო გოლი გავიდა და ჯო კარგია თუ ახლა გოლს გავიტან ჩვენ, მაგრამ უკვე აზრი არ აქვს. ყველგან ფეხბურთის წესი, კანონიური წესი ვერ გაგიტანენ და აქვე ისევ შეტევა აქვს ამათ. ჩვენ და მესი ფუჩასობ გეგონება რომ კარგად თამაშობდა. გაფაჩარტყმა და ეს როგორ ვერ გაიტანა. კარგი რა ძმაო, ვინ იყო? ებიჩი ეს ბურთი როგორ ვერ გაიტანა, მიკვირს, ძალიან მიკვირს. აქ პასი მიცა ლენჯედის პასი პიკეს პასი სამედოზე, არა მესის მიცა პასი. მესი დაარტყე ბიჭო კარში. ჯარიმა რატო არ დადეს ბიჭო კარგი რა. მესი შანგინე დაარტყი რა. მეგობრებო, ჩემი გალია, იმიტომ რომ ახლოსად არტყმის პოზიცია და აქვე ჩარხანოღლუ მიდის და გაიტანს. კი გაიტანს. არა ბიჭო, აცილა. ეს ბურთი როგორ აცილა და აკვირდით როგორ აი გეგონება ძალიან კაში გამააცილა და ასე დაგერტყა. აი რა გააკეთა უკვე.
პაჩახანაღო ბოტის სამედო ასაკეთებს ბიჭო სამედო ნუ დასრულდა მეგობრებო პირველი ტაიმი 1-0 დაგიბრუნდებით მეორე ტაიმში ნუ დაუბრუნდი მეგობრებო ცოტა ცვლილებები გავაკეთებ დაზღვატის მაგივრად შემოვიყვანე ლუის სუარეზი და ვნახოთ აბა ლუის სუარეზი თუ გაიტანს გოლს დღევანდელ შეხვედრაში აგრეგრე შეტევა აქვთ მაგრამ ისევ დაუბლოკეთ ეს დარტყმა ლეჯეტა მიიღო ბურთი მიიღო ჯორდი ალბას პასი გრიზმანზე მიდიება რასიზამ გრიზმანი ოპა გამიში გაფხუთ თქო ისე ჯარიმა დაინიშნა და ვის მივცებას მოდი თუ დავარტყა თან ურტყამს ლუის სუარეზი დარტყმა და მეკარე მიიღო დონაჯა მოიჯი დონდორუმა მიიღო ეს ბურთი ამ კაცს ახლა ჯარიმას როგორ გაუტანოს ოპა რაკეტი შეყაკა ძოლობს მაგრამ მაინც მიიღო ბაბილამა ეს ბურთი და შემოვიდა შეტევაში და პასი ეს აპასია უიმი მაგრამ ოფსაიდი დაინიშნა აი აქ მეგონა მაგარი პასი მიცა თურმე მიცა ოფსაიდური პასი რაკეტიჩის პასი მესი რა კარგად თამაშობს დღეს მესის დარტყმა კარში და არასულა მესის აქ მეგობრებო ფოტოში მეგობრებო მესის აი ამ თამაში დარტყმის ცუდი დარტყმა მწარე დავარტყამ თუ არა მესი გადააფრენს რაღაც მესი რაღაც გადააფრენს აბურთს და გოლი ვაფშე არ აქვს ლეონელ მესის მე რა სამაშო მესის გოლი არ ქონია ერთი გოლი ისიც ვიდეო დავშალე ისა და კიდე ხებარ თუ დარტყმა კარში რევიჩი სურტყამდა გოლის ავტორი ხო ან რევიჩი გოლის ავტორი კი მგონი აქვე მიიღო ლეჯიბა ბურთი ისე პიკეს მიველცი და ეს ბურთი პიკეს პასი სამედოს პასი მესი წადი გაიქეცი ბიჭო რატო ელოდები მოხუ ისე შეტევა აქვს ჩანხანაღლუ მიიღო ეს ბურთი ჩაუსრიალდი პიკე მაგრამ აწია ზედა და აქვე მივასწრებ ჩანხანაღლუსკენ მოხუ მივიღეთ ბურთი მაგრამ ისევ ჩაგვიჭრეს ეს გადაცემა ჩავუჭრათ ბიჭო კარგი ეხვეწები არ დაარტყან რა არის ბიჭო კარგი რა ნუ მეგობრებო სანამ გოლს გავიტან თქვენოსილება დალაიქეთ ეს ვიდეო გამოიწერეთ არხი რომ გამოგჩეთ შემდეგ ეს მსგავსი ვიდეოები მოდი ისევ მესეჯ წევოზე გავამახვილოთ ყურადღება და ისე ჯარიმა არ დანიშნა ძალიან ცუდი დატო არნიშნა ჯარიმებს არ ვიცი რომ სადი მოსყიდული ყავს რა თქმა უნდა იბრაგიმოვიც ოპა ჩაუჭერი არა რა მოხდა 11 მეტრიანი ბიჭო კარგი რა ბიჭო რა ის 11 მეტრიანი კაი ბიჭო მეტი ტაშტაგენ ეს ვორსი აუღი ამას იბრაჰიმოვის აუღე მეტი აუღე და ხარიხა გამიტანა 2-0 ძალიან ცუდი არა და მეგობრებო არაფერი არ გამიკეთებია საერთოდ მეგონა აცილა დაგული გეგოლებათ აი აცილა შტანგას გაარტყა და მე ხარიხა გავიდა თუნ მოსყიდული ყავს საჭინა ისეთი მოსყიდული ყავს ეს სამჭი ბიჭო გეგონება ვაფშე ამათი იყო ამათი ფანი იყოსო ბიჭო ნუ ისევ იბრაჰიმოვიჩს კი მიდის ბურზე პასი გოლის ავტორზე მე სამე ჩანხანაო მიიღო ეს ბურთი და ბაი გოლს გაიტანს კიდე მესამე ეს კი პასი მიცა და ის როგორ ვერ გაიტანა მაგრამ არა ისევ 2-0 იგებენ ესენი აქ იბრაჰიმოვიჩმა როგორ ვერ გაიტანა რა პასი მიცა ოფსაიდი და მაგმარება არ დანიშნა მოსყიდული მსაჯი ყავთ მეგობრებო ძალიან ცუდი ყავთ მოსყიდული მსაჯი და ამისი აპირებენ მოგებას და აქვე ჩაუჭერით რაკეტიჩის პასი ბოდიში და იონგის პასი მესიზე არ გამდა მესხო მაგრამ დასრულდა ბოდიში გადაბრუნდა დასრულდა მეგობრებო ჩვენი შეხვედრა მილანის სასარგებლოდ მოიგეს
2-0 მოსახდული მსაჯით, პენალტი არ უნდა ყოფილიყო წესით, აქ დააგვიდით. აი არაფერი არ მიქნია. აი თუ შეიძლება ის მომენტი რომ გაგვიმეოროთ რა, ძალიან მინდა. ეს ის გოლი გაჩე? მომენტს არ გვიჩვენებენ, დიდი ხანი უნდა ამის ჩვენებას. მაგრამ თქვენ აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩნდეთ ჩემთვის ასეთი მსგავსი ვიდეოები. ახლა კი ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.